საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2016 წელს მნიშვნელოვანი მიღწევებით ასრულებს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას ქვევრის ღვინის და ქართული მრავალხმიანობის შემდეგ ქართული ანბანი შეემატა. ასევე მიმდინარე წელს მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა. რამდენი პროექტი განხორციელდა წელს სააგენტოს მიერ და რა გეგმები აქვს სააგენტოს 2017 წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მოგვაწვდის, რომელიც ჩვენი სტუმარია. დილამშვიდობის ბატონ ნიკოლოზ. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში წელს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ სფეროში იყო ქართული ანბანის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღიარება. ქართული დამწერლობის უნიკალურობა დიდი ხანი არავისთვის არ არის სიახლე, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ აქამდე მისი აღიარება არ მომხდარა. რა სამუშაოების ჩატარება მოუწია თქვენ სააგენტოს, რა სახის პროცედურები უძღვოდა წინ ამ გადაწყვეტილებას? მოგესალმებით. სარგებლობთ თქვენი შემთხვევით და მთელ საზოგადოებას მიულოცავ ჩვენს ქვეყანას ესოდეთ მნიშვნელოვან აღიარებას. რაც შეეხება თვითონ სამუშაოებს, 2015-ში დაიწყო სააგენტოს ინიციატივით ამ ნომინაციაზე მუშაობა. ჩართული იყო თითქმის ყველა წამყვანი ინსტიტუცია, ვინც კი მუშაობს ენათმეცნიერებაში. ეს იყო მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული არქივი, ეროვნული ბიბლიოთეკა და მრავალი სხვა და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, რომელიც ინიციატივითაც დედაენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი გაძეგდა იმავე წელს. ამ პროცესში ჩვენ შევიმუშავეთ უკვე და ქალბატონი მზექალა შანიძე, თამაზ გამყრელიძე, ზაზა ალექსიძე ძალიან მნიშვნელოვანი და წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი იყო შემუშავებული იქნა სააღრიცხვო ბარათი. ამ სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა ეროვნული კატეგორია, თქვენ იცით, საქართველოს მთავრობის მიერ არამატერიალურ ელემენტს და წარდგენილი იქნა, გაგზავნილი იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში 2015 წლის ბოლოს. წელს უკვე იცით, რომ 30 ნოემბერს ადის-აბებაში გადაწყვეტილება იყო მიღებული მისი როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის წარმომადგენლების ნუსხაში შეყვანა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ პირველები ვართ ამ ანბანებს შორის, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა და ერთადერთია ჩვენი ანბანი, სადაც სამი ცოცხალი კულტურა არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომ მსოფლიოს ვაღიარებინეთ მისი მნიშვნელობა და სხვათა შორის, როდესაც იხსნებოდა სესია 30 ნოემბერს სესია თავმჯდომარეობდა ეთიოპიის დელეგაცია და პირველი გახსნის დროს სიტყვა იყო ნათქვამი, რომ მათაც დამწერლობა აქვს თავიანთი, რომ მათი დამწერლობა წარდგენილი იქნებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ეს იყო მაგალითი, არ ვიცი რატომ, მეტყობა ჩვენ ვიყავით პირველები, ვისაც გაგვახსენდა და ვისაც გვინდოდა ჩვენი ანბანი მსოფლიოსთვის გაგვეცნო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა სხვათა შორის იქ. დიახ, მცხეთის ისტორიულ ძეგლებს რაც შეეხება, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ მათ, რა პრივილეგიები ენიჭება მცხეთაში არსებულ ძეგლებს ამ სტატუსის თქვენ იცით, რომ 2009 წელს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები შეყვანილი იყო საფრთხის ქვეშ ნუსხაში. რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაკლდა იქამდე, რომ საერთოდ ამოვერიცხეთ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. 2014 წლიდან დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, რომ გამოგვესწორებინა ის გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები და გამოგვესწორებინა ყველა ის ხარვეზი, რაც კი არსებობდა მცხეთასთან მიმართებაში და ზუსტად წელს 2016 წლის ზაფხულში მე-40 სესიაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კომიტეტმა ჩათვალა, რომ სახელმწიფო ძალიან მიზანმიმართულად სწორ ნაბიჯებს დგავს მცხეთასთან დაკავშირებით და დააბრუნა ჩვეულებრივ სიაში, ანუ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. და გაძლიერებული სტატუსი არის კიდევ ერთხელ აღიარება, კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ მცხეთა უმნიშვნელოვანესია. თქვენ იცით, რომ გაძლიერებული სტატუსი სულ აქვს 10 ობიექტს 5 ქვეყანაში და ჩვენ დავემატეთ, წელს იყო საქართველოს გავიდა მცხეთა და მალისში მიენიჭა კიდე ერთ ობიექტს, ანუ 12 ობიექტს აქვს გაძლიერებული ძეგლის დაცვის სტატუსი. ეს არის ღმერთმა დაიფაროს კატაკლიზმების დროს, რაიმე ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მცხეთაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება. და გარდა ამისა, კიდე ერთხელ ხაზს უსვამ, ეს არის აღიარება
მსოფლიო მემკვიდრეობის მიერ, რომ არა მარტო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, არამედ განსაკუთრებული დაცვის სტატუსი აქვს მთელი მსოფლიოსთვის მავალდებულებელი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მცხეთა იყოს დაცული. გასაგებია, გარდა ამ წარმატებებისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, ბატონო ნიკოლსო, რამდენი პროექტი დაასრულეთ 2016 წელს და რამდენია მიმდინარე პროექტი და რომელს გამოყოფთით როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს? კულტურული მემკვიდრეობაში ზოგადად პროექტების დასრულება ნამდვილად ჩვენ არ ვართ იმ ხაზით, რომ არიქა დავიწყეთ და მალევე დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ 2014 წლიდან, როდესაც დაიწყო მასშტაბური პროექტები და ჩვენ ძირითადი მიღწევა არის ის, რომ მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, როგორიც არის ვარძია, მუცო და მრავალი სხვა და წელს შეემატა ამ მასშტაბურ პროექტებს და ეს პროცესები მიმდინარეობს, რაზეც გითხარით, წელს შეემატა ნოქალაქევი, წელს შეემატა კუმურდოს რეაბილიტაცია, აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია, აწყურის ციხის რეაბილიტაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლების რეაბილიტაცია დაიწყო. კუმურდოს რეაბილიტაცია როდის დასრულდება თუ არის? კუმურდოს რეაბილიტაცია დასრულდება დაახლოებით 3-4 წელიწადში, იმიტომ რომ რეაბილიტაცია არის ის პროცესი, როდესაც მუდმივად გარკვეულ კვლევებთან არის დაკავშირებული პროცესი, რეაბილიტაციის პროცესთან ერთად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კვლევები, რაც გულისხმობს, რომ იქ ახალი აღმოჩენები პროექტში იყოს შემდგომ გათვალისწინებული, ძალიან რუდუნებით და ძალიან საიუველირო საქმიანობა არის რესტავრაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვერ ვამბობთ ხოლმე ამ პერიოდში დასრულდება თუ იმ პერიოდში. ყოველწლიურად რა თანხას ხარჯავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ყოველწლიურად პროგრამულად გამოყოფილი აქვს პროგრამულად 3 მილიონი ლარი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს ფონდი, რომელიც ძალიან გვერდში გვიდგას, იცით, ქართულ ფონდი, რომელიც წელს მაგალითად 12 მილიონი ლარის ძეგლთა რეაბილიტაციაში დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაძლევთ იმ პრიორიტეტებს, რა პრიორიტეტებიც არსებობს კულტურული მემკვიდრეობაში და ფონდი გვეხმარება აი ამ პროცესების წარმართვაში. ბატონო ნიკოლოს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რომელი ქართული ძეგლი არ არის შესული, რომელიც იმსახურებს ამ სტატუსს თუ მუშაობთ ამჟამად ამ მიმართულებით? ჩვენ მუშაობთ, რა თქმა უნდა, მუშაობთ ამ თემაზე. მე ძალიან მიკვირდა კიდევაც, რომ რატო არ იყო ვარძია შესული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. და მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მომზადდეს საბამისი დოკუმენტაცია, რომ ვარძია იყოს წარდგენილი, აუცილებლად უნდა იყოს წარდგენილი დმანისი და დმანისზეც მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, რომ დაიძრას ეს პროცესები და აღსანიშნავია ის, რომ მცხეთის პროექტთან ერთად, როდესაც მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო, სააგენტოს უშუალო მონაწილეობით მსოფლიო ბანკმა დააფინანსა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი იმისთვის, რომ ერთი მცხეთის გენგეგმის ასე ვთქვათ ინსპექტირება გაეწიათ და მეორე წინასწარულ ნუსხაზე დაგხმარებოდნენ თუ რომელი ძეგლი იმსახურებდა თავისი დოკუმენტაციით წინასწარულ ნუსხაში გაგზავნას. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე ჩვენ უკვე გვექნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტიდან გარკვეული რჩევები, თუ რომელი ძეგლისკენ წავიდეთ და რომელი ძეგლი იყოს პრიორიტეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად. დიახ, რადგან ვარძია ახსენეთ, მინდა აუცილებლად გკითხოთ, როდის დასრულდება სარესტავრაციო სამუშაოები, როგორ მიმდინარეობს და რაიმე ან პრობლემას ხომ არ აქვს ადგილი? თქვენ იცით, რომ ვარძიაში არის არაერთი პროგრამა, მრავალპროფილური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბურ დაზიანებას გულისხმობთ? დიახ. ჩვენ როდესაც სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა, იცით, რომ დავიწყეთ სასწრაფო გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობდა პირველადი გაწმენდით პროცესებს და აი ამ გაწმენდის შედეგად აღებული მასალების გაგზავნას ლონდონის კურტოს უნივერსიტეტში, რათა ანალიზები ჩატარებულიყო და გვცოდნოდა ზუსტი შემადგენლობა და ის მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა გავაგრძელებინა სარესტავრაციო პროცესი. იქიდან მოვიდა დასკვნა, უკვე არსებობს გარკვეული შემადგენლობაც ვიცით, მეთოდიც განსაზღვრული არის და თვითონ კურტოს ინსტიტუტმა გვირჩია 2 სპეციალისტი თვითონვე დაუკავშირდნენ და ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია, რომ ის 2 სპეციალისტი ჩამოვლენ დაახლოებით იანვრის ბოლოს ჩვენ ესეთი მოლოდინი გვაქვს, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამხატვრო აკადემიასთან ერთად დაიწყება
ის ფართომასშტაბიანი საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც აი იმ პროცესში, იმ პერიოდში ვაანონსებდი, იმიტომ რომ ამ გეგმით მივდიოდით. ჩვენთვის თავარი იყო დაგვედგინა დაზიანების ხარისხი, დაგვედგინა ის მასალა თუ რითი იყო დაფარული და შეგვერჩია მეთოდოლოგია თუ როგორ წავსულიყავით და ეს უკვე განხორციელებული. ახლა მთავარია უკვე პროცესების დაჩქარებული ტემპით დაწყება და ვფიქრობ იანვრის ბოლოსკენ დაიწყება. რაც შეეხება სვანეთს, უკანონო მიშენებებთან და ძეგლების დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვდით პროკურატურისგან, თუ მიიღეთ უკვე პასუხი? იცით რა არის, ჩვენ გაგზავნილი გვაქვს, პასუხი არ მიგვიღია და ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ეპარქიასთან და ერთობლივად ვფიქრობთ, რომ აი იანვარში გვექნება შეხვედრა, ერთობლივად ვფიქრობთ იმისთვის, რომ როგორ გადავჭრათ ის პრობლემა, რომ თვითნებური ქმედებები, რაც ზოგადად განხორციელდა და ხორციელდება ამა თუ იმ ძეგლზე და არა მარტო საკულტოზე, გარკვეული ღონისძიებები ერთობლივად გავატაროთ. მნიშვნელოვან დაზიანებებს აქვს ადგილი, როგორ შეაფასებთ? იცით რა არის, ზოგადად არის გარკვეული ნაწილი, რომელიც გამოსწორება ძალიან რთული იქნება, მნიშვნელოვანია, როდესაც რთული იქნება. აქ პროცესები არის რამოდენიმე სახის. ერთი არის უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოები, რომელსაც ძალიან ხშირად კეთილგანწყობილი მოსახლეობა თავისი ინიციატივით ატარებს, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდგომში არც ეკლესიას ეკითხება, არც ჩვენ გვეკითხება და შემდგომში ვიღებთ გარკვეულ შედეგებს. აი პროცესი მნიშვნელოვანი დაზიანება გამომდინარეობს იქიდან, რა დაგვიჯდება, ანუ ზარალის დათვლაც რო ვთქვათ, რა დაუჯდება სახელმწიფოს ან იგივე ეკლესიას ამა თუ იმ ძეგლის გამოსწორება, აი ამ პროცესზე ვართ, ეს პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მინიმალურამდე დავიყვანოთ თვითშემოქმედება კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამაში რა თქმა უნდა მთავარი როლი უჭირავს წამყვანი როლი სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიას, რომელთან ერთადაც ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს გეგმავთ, ისეთი რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი. გასაგებია, გელათში მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, წინისგან დაზიანდა კედლები, ამასთან დაკავშირებით რა სიახლეები გვაქვს? გელათში ის ადგილები, რომელიც 60-70 წლის გადახურვა იყო და საიდანაც წყალმა გაჟონა, ის ადგილები შეკეთებულია დროებით, მაგრამ იცით რომ თქვენ გელათის სარესტავრაციო პროცესი მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ამერიკის საელჩოს ფინანსებით და უკვე 2017 წლიდან სააგენტო ერთვება იმისთვის, რომ ჩვენ დავამთავროთ და მთავარი ტაძარი ბოლომდე იყოს რეაბილიტირებული. რეაბილიტაცია არ არის მარტო სახურავის შეცვლა, იქ ხდება ლავგარდანების შეცვლა, დაზიანებული ქვების რესტავრაცია, აღდგენა იტალიელების მეშვეობით, ასე რომ ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს მიმდინარეობს და ამიტომ საბედნიეროდ ჩვენ იმ წყლის ჩამოჟონვით გადავრჩით, რომ მხატვრობა არ არის დაზიანებული, უბრალოდ დასველდა და მისი გაშრობის შემდგომ იგივე სახე ექნება. გვინდა უფრო მეტი ყურადღება არის და დღესაც კი იქ ადამიანები არიან, რომელიც აკვირდებიან ყოველი ამინდის გაუარესების დროს რაიმე საფრთხე კიდე არ შეექმნას ძეგლს. ასე რომ მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ 2017 წელს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ზანთიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ბიზნესის და ეკონომიკის სიახლეები, რომელსაც დავით ლაბაძე გაგვაცნობს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენ ბიოღვინის თემას განვიხილავთ სტუმართან ერთად, მანამდე კი ეკონომიკის